ჩვენ მეგობრებო ვართ ქვეყანა, რომელიც დგას ახლა გაქრობის ზღვარზე. ანუ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უფრო მეტი, ბევრად მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება და ანუ პლუს კიდე მოსახლეობა მასობრივად ქვეყნიდან გაედინება, ხო? ამ დროს ზოგადად ხელისუფლების თუ ხელისუფლება ამ პრობლემას საერთოდ პრობლემად თუ განიხილავს, ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს და მთლიანად ორიენტირებული უნდა იყოს ხელისუფლება იმაზე, რომ ეს პროცესი გააჩეროს და შემოაბრუნოს, ხო, მარტივია. პატრიარქის აი ამ ქადაგებიდან მალევე ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ არა და რაღაც თავის მართლების რეჟიმში ჩადგა. ეხლა მე არც მქონია იმის ილუზია, რომ ესენი რაღაცა სხვა რამეს იტყოდნენ, მაგრამ ჩვენ დაახლოებით აი რამდენიმე კვირის თუ თვის წინ მოვისმინეთ ერთ-ერთ დებატებზე პრემიერ-მინისტრისგან, რომ დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მსოფლმხედველობრივი პრობლემაა, ვიდრე ეკონომიკური. მე ამაში ვეთანხმები, თუმცა ეკონომიკური პრობლემებიც მოგეცა იმდენი ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანწილად ამასთან დაკავშირებულია, მაგრამ მაინც მსოფლმხედველობრივი პრობლემა დგას წინა პლანზე. კარგია, რომ ამის აღიარება მოხდა, მოუწიათ და იმიტომ, მაგრამ ერთია რომ შენ აღიარე და მეორეა, ეხა ამის მერე რას აკეთებ? მსოფლმხედველობრივი პრობლემა ამ ქვეყანაში თავისით არ შექმნილა. მსოფლმხედველობრივ პრობლემას თუ რამე ცუდი კეთდება ამ მიმართულებით, ისევე როგორც თუ რამე კარგი კეთდება, აკეთებს სახელმწიფო. სახელმწიფოს მართავს პოლიტიკური ელიტა. ანუ ვინც ხელისუფლებაშია, ხო? მსოფლმხედველობრივი პრობლემის არსებობის აღიარება პრაქტიკულად იმის აღიარებას ნიშნავდა კობახიძის მხრიდან, რომ ეს პრობლემა მათ შექმნეს. ანუ პრაქტიკულად მან თქვა, რომ ეს ჩვენი ბრალია. არ ვიცი ხა ეს პირდაპირ აღიარა თქვა. ანუ ეგ მაგას ნიშნავს, ეხლა თვითონ დაგვეთანხმება ამ არა და ეგ არ მიგულისხმია და არ ვიცი. მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ თუ შენ აღიარებ, რომ არის მსოფლმხედველობრივი პრობლემა არის შენ, ანუ ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომით თუ მიზანმიმართულად ეგ შენი მოქმედებების შედეგია. მსოფლმხედველობრივი პრობლემა შეიქმნა მაგალითად, როცა მიიღეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის კანონი და ოჯახი ჩაგვრის ინსტრუმენტად გამოცხადდა. ქალებს პირდაპირ უთხრეს, რომ არ გათხოვდეთ, გათხოვება ქმრის მონობა, ეს ლოზუნგები ხო გვახსოვს, ხო? ვინც ამ ლოზუნგებით გამოდიოდა, იმათი კარნახით მიიღეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის კანონი. ანუ ოჯახების დამანგრეველი კანონი, არანაირი ძალადობის აღკვეთი კანონი ეგ არ არის. არ არის ძალადობა, ეხლა ცოლ-ქმარ შორის შელაპარაკება რომ მოხდება და მაგის გამო კაცს რო იჭერენ, ეგ ძალადობის აღკვეთა კი არ არის. ეგ ოჯახის დანგრევაა. და ოჯახების დამანგრეველი კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ იმ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის კარნახით, რომელიც პირდაპირ დეკლარირებდა, ქალებს მოუწოდებდა ბავშვებს, ჯერ კიდევ გოგონებს, ქალებს კი არა, კაცო, გოგონებს, აი სკოლებში მიდიოდა ინდოქტრინაცია, გოგონებს ეუბნებოდნენ 14-15 წლის გოგონებს სკოლებში ეუბნებოდნენ, რომ არ გათხოვდე გათხოვება ქმრის მონობა. ეს ინდოქტრინაცია მიდიოდა. ოჯახი ჩაგვრის ინსტიტუტი. მიიღეს მეორე კანონი, ეგრეთ წოდებული ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელსაც არნაირი კავშირი უფლებასთან არ აქვს. ეს პირდაპირ იყო მშობლებისთვის ბავშვების წართმევა. პირდაპირ სადამსჯელო მექანიზმი, მშობელი თუ შეეცდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ლიბერალური ინდოქტრინაციის პროცესს, რომელიც ბავშვს ხუბავს, კანონი მიიღეს იმისთვის, რომ მაგ შემთხვევაში მშობელი მიცემოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ამან ყველაფერმა მთლიანობაში განაპირობა ის, რომ ოჯახის ინსტიტუტი შეირყა, დისკრედიტებული, ანუ კრიმინალიზებული გახდა ოჯახი პრაქტიკულად. ოჯახი ჩაგვრის ინსტრუმენტად გამოცხადდა. განქორწინებათა რიცხვი ვნახოთ. ეს სტატისტიკა ეხლა მე ხო ჰაერში არ ვლაპარაკობ ეხლა, რა ვიცი, მაგის გამოტანაც შეგვიძლია, მაგრამ ეგ იმდენჯერ ვაჩვენეთ, მგონია რომ მინიმუმ ჩვენს მაყურებელს მაგის ციფრების შეხსენება არ ჭირდება. განქორწინე მარტო სიკვდილიანობა შობადობის დისბალანსი კი არ არის აქ კატასტროფული. ან ქვეყნიდან მოსახლეობის გადინე. განქორწინებათა რიცხვი რო ნახოთ, მეგობრებო, კატასტროფაა სრული. პრაქტიკულად ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრული. ძალიან მოკლე ვადაში თან. ეგ ყველაფერი არის დიახ, ვეთანხმები კობახიძის მსოფლმხედველობრივი, მაგრამ მსოფლმხედველობრივ პრობლემას თავის ავტორი ყავს.
და მაგის ავტორი არის ქართული ოცნება.